მოგესალმებით. მე მინდა მთავრობის დღევანდელი ერთსულოვანი გადაწყვეტილება მივულოცო თითოეულ ოჯახს, მამაკაცს, ქალს, ბავშვს მოხუცს, რადგან სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი ცვლილებები 25-მდე კანონში პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დღეს იქნა დამტკიცებული. რატიფიკაციის შესახებ აქტი და ასევე საკანონმდებლო ცვლილებების მოცულობითი პაკეტი უკვე წარედგინება როგორც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ერთსულოვანი იქნება ასევე მთავრობის მსგავსად ამ კანონპროექტების კანონად ქცევაში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას 2014 წლის 19 ივნისს და ახლა უკვე დადგა რატიფიცირების დრო იმისთვის, რომ ჩვენ ოჯახში ძალადობას კიდევ უფრო ეფექტურად შევებრძოლოთ და არა მხოლოდ ოჯახში განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებები გავხადოთ უფრო ეფექტური, არამედ ზოგადად, როგორც ამას ითხოვს სტამბულის კონვენცია, ქალის წინააღმდეგ ძალადობა ოჯახს მიღმაც იყოს შესაბამისად დასჯადი. სტამბულის კონვენცია და დღევანდელი პაკეტი ემსახურება ყველას, იცავს ყველას, მოხუცებს, ბავშვებს, მამაკაცებს, ქალებს, თუ კი ისინი გახდებიან ოჯახში ძალადობის წევრი, მსხვერპლი, ხოლო ქალი დაცული იქნება ოჯახს მიღმაც სამუშაო ადგილას, ქუჩაში ან სხვაგან ძალადობისგან. ჩვენ დავაზუსტეთ ამ პაკეტით ქალის ცნებაც და ქალში, როცა ვსაუბრობთ ქალის მიმართ ძალადობაზე, მოიაზრება, რა თქმა უნდა, გოგონაც. გავაფართოვებთ ჩვენ ამ კანონებით, თუ კი ისინი დაამტკიცა პარლამენტმა, ოჯახის წევრის ცნებას. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოლიცია რეაგირებისას, პოლიციის ინიციატივები არის ამ პაკეტში ასახული და მათი მოსაზრება იყო, რომ ოჯახის წევრის ცნება იყოს უფრო ფართე, რადგან ჩვენ გვხვდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ვინც არიან უბრალოდ ნათესავები, მაგრამ ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევიან და დღეს ნაკლებად იყვნენ დაცული, ვიდრე კლასიკური გაგებით ოჯახის წევრები. შესაბამისად, ოჯახის წევრი იქნება ყველა, ვინც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევდა მოცემულ ოჯახში. ასევე შემოგვაქვს სიახლე ჩვენს კანონში, რაც დღეისთვის არ გვაქვს, ეს არის დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირების დაცვა სტამბულის კონვენციით და ჩვენი კანონით, იქნება ეს პარტნიორი თუ ყოფილი პარტნიორი, რომლებისგანაც ჩვენ ვნახეთ ემპირიულ გამოცდილებაში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ასეთი პირებისგან ხორციელდება ხოლმე პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ ძალადობა. ამიერიდან ეს ადამიანებიც იქნებიან კანონით უკეთესად დაცული. პოლიცია ძლიერდება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქალის წინააღმდეგ ძალადობის ბრძოლის სფეროში, კერძოდ იმით, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ დაისაჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ შევიდეს ძალაში. როგორც კი პოლიცია გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, ის შევა ძალაში და აქედან გამომდინარე იქნება უფრო ქმედითი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხარეებს შეეძლებათ უკვე შემდეგ ეს ორდერი გაასაჩივრონ, მაგრამ პოლიციელი აღარ დაელოდება მოსამართლეს იმისთვის, რომ ორდერის ძალაში შეყვანა მოხდეს და მსხვერპლი იქნეს სასწრაფოდ დაცული, რადგან ჩვენ გვქონია შემთხვევები, რომ ორდერი გამოცემულა, მაგრამ იმ 24 საათში, როდესაც ორდერი სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, დამდგარა მკვლელობის ფაქტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პაკეტით ზოგიერთი პროფესიის ადამიანი იძენს ახალ ვალდებულებებს, მაგალითად მასწავლებლები. ამ პროექტების დამტკიცების შემთხვევაში მასწავლებელს გაუჩნდება ვალდებულება, რომ დირექტორის მიერ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ პირს აცნობს, როდესაც ის ნახავს
რომ მის წინაშეა ბავშვი, ან თუნდაც მშობელი, რომელიც ატარებს ძალადობის ნიშნებს. დღეს მასწავლებელს არ აქვს ამგვარი ვალდებულება და მე ძალიან მიხარია, რომ განათლების სამინისტრომ ცალსახად და მყარად დაუჭირა მხარი ამ ახალი ვალდებულების შემოღებას მასწავლებლებთან მიმართებაში. ჩვენ გქონია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი მოდის ნაცემი, მაგრამ მას არ აქვს ვალდებულება შეატყობინოს პოლიციას და ზოგიერთი მასწავლებელი ატყობინებს, ზოგიერთი არ ატყობინებს. ეს იქნება უკვე ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი საქმე გვექნება დანაშაულის დაფარვასთან. ჩვენ ადვოკატებს, ექიმებს და სხვა იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც კონფიდენციალობის დაცვა ევალებათ, უკეთებთ გამონაკლის ამ პაკეტის ფარგლებში და ვამბობთ, რომ ეს პროფესიის ადამიანები, ექიმი მაგალითად, რომელიც ნახავს, რომ პაციენტი გასინჯვისას შეამჩნევს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, მას ექნება შესაძლებლობა აცნობს ამის შესახებ სამართალდამცველებს, ისე რომ არ ჩაითვლება, რომ მან დაარღვია ექიმის სამედიცინო საიდუმლოება. იგივე შეეხებათ ადვოკატებს. და ბოლოს, სისხლის სამართლის კოდექსი. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოდის. კრიმინალიზაცია ხდება იძულებითი სტერილიზაციის, რაც დღეს ჩვენ არ გვაქვს კრიმინალიზებული და ამას გვთხოვს სტამბოლის კონვენცია და ქალის უფლებები, ან მამაკაცის თუ კი იძულებითი სტერილიზაცია გვაქვს სახეზე, ეს უკვე იქნება დანაშაული. ასევე ქალზე ან მამაკაცზე იმ ტიპის ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ დევნასთან, რომელიც მსხვერპლს აიძულებს, რომ შეიცვალოს თვისობრივად თავისი ცხოვრების წესი, როგორც ამას სტამბოლის კონვენცია მოითხოვს, იქნება ასევე ამგვარი ქმედება კრიმინალიზებული. ჩვენ გქონია და გვინახავს შემთხვევები, როდესაც ყოფილი მეუღლე იძულებულია, იმიტომ რომ მისი ყოფილი მეუღლე არ ასვენებს, როგორც სალაპარაკო ენაზე ვამბობთ ხოლმე, შეიცვალოს არა მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქი, არამედ გაიქცეს კიდეც ქვეყნიდან და ამ ყველაფერს როგორც ხშირად ხდება, ამის მოწმეები არიან ხოლმე ბავშვები. და ბოლოს ჩვენ სულ ახლახანს დავამატეთ ამ პაკეტს და დღეს დაამტკიცა და მოიწონა მთავრობამ ეს სიახლე, ქალის გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაცია, რადგან თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სულ ახლახანს გამოვლინდა გაუგონარი ძალადობის ფაქტები გოგონებზე, როდესაც ხდება სხვადასხვა ბასრის საგნით ექიმის მეთვალყურეობის და ექიმის გარეშე ტრადიციის სახელით გოგონების გენიტალიების დამახინჯება, რაც პირდაპირ სამედიცინო და ფსიქოლოგიური გაგებით ანგრევს მოცემულ პიროვნებას არა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით და იწვევს ხანდახან სიკვდილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, შემდეგ ქალის ცხოვრებაში სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, ფსიქოლოგიურად ეს არის გოგონასთვის დამანგრეველი. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქმედება იქნება კრიმინალიზებული და მათ შორის ექიმსაც უკვე გაუჩნდება ვალდებულება, რომ როდესაც შეამჩნევს, რომ გოგონას ამგვარი ბრჭყალებში ოპერაცია აქვს ჩატარებული, აცნობს სამართალდამცავ ორგანოებს. ეს არის ძალიან მოკლედ ის მასშტაბური ცვლილებები, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს შესთავაზა, რომ საქართველო გახდეს სტამბოლის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელსაც მან ხელი მოაწერა დაახლოებით 3 წლის წინ და რომლის რატიფიკაციის დროც უკვე დადგა იმისთვის, რომ ქალების, მამაკაცების, მოხუცების და რაც მთავარია, ასევე ბავშვების უფლებები იყოს ჩვენს ქვეყანაში უკეთესად დაცული. ჩვენ ვაძლიერებთ ვალდებულებით ნაწილს. ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მასწავლებელს აქამდე ჰქონდა, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს, როდესაც შევესწრებით დანაშაულს, ვალდებული ვართ ვაცნობოთ სამართალდამცველ ორგანოებს. ამ მხრივ ვალდებულება ხდება მასწავლებლის და არა უფლება, რომ როგორც კი ნახავს ძალადობის ფაქტს, მან შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის პირს.
თუ ის ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე მის წინააღმდეგ შეიძლება დადგეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თვითონ მაკოორდინირებელი მექანიზმი ასევე არის გათვალისწინებული ამ პაკეტში და ის უწყებათა შორის საბჭო, რომელიც დღეს მუშაობს ამჟამინდელი კანონის ფარგლებში ოჯახში ძალადობის თემებზე, ძლიერდება, ის იძენს ახალ ფუნქციებს, მათ შორის გენდერულ ჭრილში, რადგან ქალის წინააღმდეგ ძალადობა, როგორც გითხარით, ამ პაკეტით გადის ოჯახის გარეთაც. დღეს თუ ქალი დაცული იყო მხოლოდ ოჯახში ძალადობისგან, ამ პაკეტის მიღების მერე ქალი დაცული იქნება ყველა გარემოში ძალადობისგან და ამ ტიპის საკითხებზე უწყებებს შორის კოორდინაციაზე, მათ შორის მსხვერპლის უფლებების დაცვაზე იმუშავებს გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უწყებათა შორისი საბჭო. პოლიცია იქნება უფრო ძლიერი და შესაბამისად დევნის ორგანოებიც, იმიტომ რომ როგორც გითხარით, რამდენიმე ახალი ტიპის ქმედება იქნება კრიმინალიზებული. დანარჩენი ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე კარგი ზედამხედველი იმისა, თუ როგორ იცავენ სახელმწიფო ორგანოები ჩვენს უფლებებს, ქალთა უფლებებს და ზოგადად მსხვერპლის უფლებებს, რომლებიც სხვათა შორის ხშირია უკვე ქართულ ოჯახებში, რომ მამაკაცი ხდება ძალადობის მსხვერპლი და არ გვეგონოს, რომ სტამბულის კონვენცია იცავს მხოლოდ ქალებს, მოხუცები არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, აღარაფერს ვამბობ, ბავშვები, რომელთა ცემაც ზოგან არის ჩვეულებრივი ამბავი, ყველა ამ ადამიანს იცავს ეს კონვენცია და ყველაზე საუკეთესო ზედამხედველი ჩვენი უფლებების ვართ ჩვენ თვითონ და მე ძალიან მიხარია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მიმართვიანობა პროკურატურისადმი არის რამდენიმეჯერ გაზრდილი ბოლო 2 წლის მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლებმა ამოიღეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ჩვენც ვიცნობთ, ზოგიერთ მათგანს თქვენც იცნობთ, ქალები, რომლებიც ყოველდღე არიან ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მაინც თავს იკავებენ ჩივილისგან. თუმცა ტენდენცია აჩვენებს იმას, რომ სიჩუმე აღარ არის წესი. ამიტომაც ყველამ უნდა დავძლიოთ ეს სიჩუმე და როდესაც ჩვენზე ძალადობენ, ეს ვთქვათ, ხმამაღლა იმ კომპეტენტურ ორგანოში, რომელსაც აქვს გამოძიების, დევნის ფუნქცია და მსხვერპლის დაცვის ფუნქცია. ყველა უწყება ამ პაკეტს გაეცნო, ეს პაკეტი მუშავდებოდა თითქმის 3 წლის განმავლობაში, ხელმოწერიდან დღემდე და აქედან გამომდინარე მე არ მეგულება არც ერთი გონიერი ადვოკატი, რომელიც სტამბულის კონვენციის რატიფიკაციას დაუპირისპირდება, იმიტომ რომ ეს პაკეტი მათ ათავისუფლებს კონფიდენციალობის ვალდებულებიდან, თუ კი ისინი ხედავენ, რომ მათთან მისული კლიენტი არის ნაცემი, ატარებს სისხლნაჟღენთებს და კლიენტთან ურთიერთობა არასდროს არის როგორც წესი ერთჯერადი. რამდენჯერად ჩვენს კლიენტს ხედავ და იმდენჯერ არის ის მძიმე მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ადვოკატი პირიქით, როგორც უფლებადამცველი უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რომ თავისუფლდება კონფიდენციალობის წესისგან და მას ექნება საშუალება, რომ ამიერიდან უკვე დაიცვას ყველა მსხვერპლის უფლება, იქნება ეს ქალი თუ მამაკაცი.